მოდიო, თავიდან დავიწყებ, უფრო კარგად ვიზამ. დავიწყო. ტრადიციულად საქართველოში ტატუ არ აქვს. საქართველოში ტატუ შემოვიდა კრიმინალით საბჭოთა კავშირის დროს. მას თავისებური დატვირთვა ჰქონდა, ძალიან ცუდი რეპუტაცია ჰქონდა და მხოლოდ იკეთებდნენ კონკრეტული მიზნებისთვის, სტატუსისთვის. შემდეგ გასული საუკუნის ბოლოსკენ უკვე თითქოს ტატუს საქართველოში შეეცვალა სახელი, ის გახდა უფრო პოპულარული და დღესდღეობით უფრო მეტად ხდება ქართული თემის ტატუების დახატვა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართული სტილი ჩამოყალიბდა. არსებობს ტრადიციული იაპონური სტილი, ტრადიციული ამერიკული სტილი, არსებობს მაორი, არსებობს tribal, სხვადასხვა სტილი, მაგრამ ქართული სტილი როგორც ასეთი ჩვენ არ აქვს. ამის ჩამოსაყალიბებლად საკმაოდ დიდი დროა საჭირო. ძალიან დიდი კვლევები გვჭირდება თვითონ ტატუს, თვითონ ქართულ თემატიკასთან მიმართებაში, გვჭირდება მითოლოგიის მოხმარება, ჩვენი ტრადიციული ორნამენტების მოხმარება და ახალი ქართული სტილი შეიძლება შეიქმნას, მაგრამ ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება.